მეგობრებო, მოგესალმებით. ვიმყოფები კაზრეთში, დაბა კაზრეთში, სათხის მონასტერთან. აღნიშნული მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018-2020 წლებში უნდა განხორციელებულიყო. აი ასე არის მითითებული, რამდენად ჩანს ეს არ ვიცი. ეს დაკვეთა არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. აი აგერ აბრაზე, აბრაც ფაქტიურად განადგურებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა IP ბაგინეთი. აი ახლა ნახოთ რა სარეაბილიტაციო სამუშაოები აქვს ჩატარებული ამ ბაგინეთს. მინდა გითხრათ, რომ ულამაზესი ადგილი არის და ალბათ მიხვდებოდით კაზრეთი რო ვახსენე. კაზრეთში ოქრო მოიპოვება და ფაქტიურად ეს ტერიტორიები უნდა ყვაოდეს და რეაბილიტაციის შედეგად აი რა რეაბილიტაცია აქვს ჩატარებული ამ უნიკალურ ტაძარს, უძველეს ტაძარს. კონსერვაციაც კი არ მოუხდენიათ. აი ეს ძველი თოკები აქვს დატოვებული. და როგორც მოსახლეობა ამბობს, ეს რაც იყო გარედან გაკეთებული შემოხსნეს. ხის დამცავი. და აი არის ეს დარჩენილი შიგნით. აი ეს არის გაკეთებული შიგნით. და ფაქტიურად რეალურად არც არაფერი არ განუხორციელებიათ და უნიკალური აგერ ხატრობა არის, რომელიც ნადგურდება. კიდე ხაზს უსვავ, კაზრეთში არის საუბარი. დაბა კაზრეთში ვიმყოფებით. აი ასეთი მდგომარეობა არის. ხეებია ზევით ამოსული. ამას ქვია რეაბილიტაცია. აი აქ ვიღაცას გადაუჩიჩქნია საფლავის ქვები. გამოუჩენია თუ წარწერები. აი ეს მდგომარეობა არის. ფაქტურად ამის დაანგრევა უნდა სავარაუდოდ, როგორც მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება ტყეების გაჩეხვა და ოქროს მოპოვება, ღია წესით, რითიც ნადგურდება ლანდშაფტი და ბუნება. აი ესა ასე მდგომარეობაში. ამას უძახიან რეაბილიტაციას ესენი და აღდგენას. არ ვიცი ჩემო კარგებო, იქ სადაც მოიპოვება ოქრო, სპილენძი, ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ უძველეს ქრისტიანულ სალოცავს. არ ვიცი რა უნდა დავარქვათ ამათ. ისი ღირსები არიან, რა უწოდოთ, ეს თქვენ მოიფიქრეთ. და მე ისევ და ისევ ეჭვი მაქვს, რომ სავარაუდოდ ამის დაანგრევა და განადგურება უნდათ. როგორც ანადგურებენ დანარჩენ ტერიტორიას. და როდესაც ჩვენ გავვრბივართ, მიწები იყიდება, ეს ხდება. აგერ გაყიდულიცაა, გასხვისებულიცაა, ეკლესიებსაც ანგრევენ. და მოსახლეობა არის გაჩუმებული, დადუმებული. 30 ვერცხლად გაყიდული. პირდაპირ გეტყვით, აი მეტი რა უნდა დავარქვათ, აი ამ ქმედებას, რაც აი კონკრეტულად ამ მონასტერთან მიმართებაში ხდება
კაზრეთია საუბარი. საღდრისი ხო ააფეთქეს. ახლა ამის აფეთქებასაც აპირებენ და ამის განადგურებასაც. მიტოვებული სამწუხარო არის მეგობრებო, კიდევ ვიმეორებ და მოუწოდებ კულტურის სამინისტროს შესაბამისად არ ვიცი რა კომპანია იყო ეს ვის დააკისრეს ამის გაკეთება ან ვინ შეამოწმა შემდგომში რომ რამე გააკეთეს აქ პასუხი მოთხოვეს ფაქტობრივად ზიანია მიყენებული ხო არ შეასრულეს სამუშაოები სარეაბილიტაციო სამუშაოები აი ვადაც არის მითითებული 2018 წლიდან 2020 წლამდე უნდა მომხდარიყო ამის რეაბილიტაცია. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოებიო. აი რაც არის მითითებული, ეს უნდა განხორციელებულიყო. ბაგინეთი აწარმოებდა აი ამ სარეაბილიტაციო და სათხის მონასტერი ასე ნადგურდება. რაცა დარჩენილი. ცოტა ხანში ესეც არ იქნება. რასაც უყურებთ. და ალბათ აქ იქნება დიდი ორმო, საიდანაც მოიპოვებენ ოქროს და ის არ ხმარდება ჩვენ ქვეყანას. ის გააქვთ ჩვენ ქვეყნიდან და გაზულუქებული ოლიგარქების და გაზულუქებული მოღალატეების, რომლებიც ჯიბეებს და მუცლებს ივსებენ, აი იმათ ხმარდება და იმათ ოჯახებს. ხოლო საქართველო აი ასე არის დანგრეული, განადგურებული, აი ეს არის მაგალითი დღევანდელი ხელისუფლების. და აგერ არის ის თუ რითია დაკავებული ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი თავისი ქველმოქმედებით. აგერა მაგალითი. მადლობთ ყურადღებისათვის, მეგობრებო, აქ კიდე საინტერესო საკითხებს დავაყენებთ მომავალში, რითვისაც ვამზადებთ დოკუმენტაციას და ჩაგაყენებთ საქმის კურსში. აი ეს ყველაზე სავალალო მდგომარეობა, რაც აი ამჟამად ამ წუთას ხდება, აი აქ კაზრეთში ამ მონასტერთან დაკავშირებით. ესაა სრული რეაბილიტაცია ჩატარებული მონასტერი და ასევე საპატრიარქოსაც მოუწოდებ, ეს საპატრიარქოსაც ეხება, მარტო კულტურის სამინისტროს არ ეხება. ყველას ეხება და ცოტა გაახილეთ თვალები და ნუ გააკეთებთ ისე, რომ რაც დავით აღმაშენებელმა და გიორგი ბრწყინვალემ ჩაატარა ჭყალებში რეფორმა ეკლესიებში, ისე ნუ დაგვაწყებინებ ქართველ ხალხს ამის განხორციელებას. მოდით, დადექით ქართველი ხალხის გვერდში და მიხედეთ ამ სიწმინდეებს და ამ წმინდა ადგილებს. აბა დროებით დაგემშვიდობებით.